ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკავებული ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსებს შეწყალებით არ მიუმართავთ, ყაველაშვილმა მისი გადაწყვეტილება მუნიციპალური არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებით ახსნა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სასჯელ აღსრულების დაწესებულება უკვე დატოვეს. როგორც მამუკა ხაზარაძემ თქვა, შეწყალების გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. მისი თქმით, ეს არის მუხანათური და ძალიან ბინძური საქციელი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქართულმა ოცნებამ ეს ოპოზიციაში განხეთქილებისთვის გააკეთა. მისი განცხადებით, ლელო ძლიერი საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც ხაზარაძემ თქვა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა ბადრი ჯაფარიძე და ის ციხეში ჩასვეს. მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა, გასაგებია, რომ მადლიერების გზნობა მე არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ესე თქვათ, კიდევ ვიტყვი, ბინძური უკაცრავად ამ სიტყვაზე, საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, ზუსტად იმავე ეგრეთ წოდებული ბრწყალებში დანაშაულით იხდიან საჭიროა. გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ესე თქვათ, ეგრეთ წოდებული შავი ნიაღურის და პიარის ასე თქვათ გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ. ის რაც დღეს გააკეთა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ეს არის манипуლირება ადამიანების თავისუფლებით, გადაწყვეტილება არჩევნთან დაკავშირებით. მიღებული აქვს ძლიერ საქართველოს. სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმასე მეტყველებს, რომ აურზაური შემოიტანოს, დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი გვაქვს ყველას ერთი. ეს მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ეს მიზანი არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნა. ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით 23 ივნისს დააკავეს. მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების დაპატიმრებულ ლიდერებს 4 ივლის შესთავაზა მიემართათ შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პირობას დადებდნენ. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა 10 ოპოზიციურმა პარტიამ. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ლელო ძლიერი საქართველოს და პარტია გახარია საქართველოსთვის. პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შეწყალების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაიგო, რაც 16 მეტრ კვადრატულ სივრცეში სეირნობა დაამთავრა. ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებმა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე ჰკითხეს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ბოიკოტს უცხადებს. მისი თქმით, ის პატივსცემს ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. როგორც ჯაფარიძემ თქვა, არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ, რადგან ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერი მიიჩნევს, რომ ისინი მათი გადაწყვეტილების გამო დაატუსაღეს. ისეთივეა, როგორც ჩვენი სათოსაღოში მოთავსების დღემდე იყო, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ბრძოლა ყველა პოლიტიკური პარტნიორის განთავისუფლებისთვის, ბრძოლა ახალი არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ 74 დღის წინ რაც ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ არჩევნებში ამ მუნიციპალურ არჩევნებში ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ შეგვიცვლია, იმიტომ რომ სწორედ ამიტომ მოგვათავსეს სათოსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვლია. მე რა მინდა გითხრათ, ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დაუტუსაღები ვარ და არ ჩვენი თხოვნის საფუძველზე გაუნთავისუფლები ვარ. მაგრამ გამომდინარე, ეს იყო ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ჩვენი დატუსაღება და ჩვენი განთავისუფლება. პატივსცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ასე ვთქვათ, ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ და ჩვენ რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველა ადამიანს აქვს უფლება ბოიკოტის, ამას ვერავის ვერ დაუშლის. მაგრამ ამავდროულად ის 100,000-ობით ადამიანი, რომელიც მოვა ოპოზიციონური ამორჩეველი 4 ოქტომბრის არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გაუწყვილოთ და მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები
ზადარიან იბრძოლონ მათი ხმების. ყაბელაშვილმა ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ის წერს, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება. გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია, ძლიერი საქართველო ლელო, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არც ერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს ჩადის. არც ის გარემოება მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენებას სცადეს. თუმცა ყველა ზემო აღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვა იმეც, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას. ქართულ ოცნებაში ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შეწყალებას ჰუმანურ აქტს უწოდებენ. დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა იმ პარტიების ლიდერები, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას. კითხვაზე რატომ მოხდა პოლიტიკური ლიდერების შეწყალება მათინების წინააღმდეგ, რადგან მათ არ უთხოვიათ შეწყალება, კალაძემ თქვა, რომ თუ მათ არ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ. ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, თავის დროზე ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა კი ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. როგორც კობახიძემ თქვა, ის პატივსცემს მიხეილ ყაბელაშვილის გადაწყვეტილებას. ჩვენ რა თქმა უნდა პატივსცემთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაბელაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულებას აჩვენებს ზოგადად ხელისუფლების პრეზიდენტის პარტოგაგებით ხელისუფლების ნაწილია ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. დამოკიდებულება არის ეს, ხო, თავის დროზე თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის. ეს ჰუმანური აქტია, პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიწყალა ორი დამნაშავე. რა ვიცი, ზოგადად ეხლა ციხეში არავის გაშვება არ მიხარია, რატომ უნდა გიხაროდეს ადამიანს ვიღაცის დაპატიმრება, ხო? მაგრამ გონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ, შეიძლება განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმებზე ვიყოთ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები კონდეს, მაგრამ რაღაც ზღვარზე ურთიერთპატივისცემა და სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემა ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ყაბელაშვილის მიერ ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების შეწყალებას ოპოზიციაში ასრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ელენა ხოშტარიას თქმით, ეს არის ქართული ოცნების მცდელობა, ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში ნებისმიერ ფასად შეათრიოს. მან გათავისუფლებულ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს რუსული სპეცოპერაციიდან გამოსვლისკენ მოუწოდა. როგორც ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათი შეწყალება სასიხარულო ამბავია, მაგრამ მისთვის ნათელია რას ემსახურება ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. კოალიცია ლელო ძლიერ საქართველოს ერთობის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს პარტია ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილიც. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარტიის ლიდერებს ასევე მოუწოდა ხელი აიღონ ქართველი ხალხის მოტყუებაზე და რეჟიმის თანამძრახველობაზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის თქმით კი ის მიესალმება ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას. როგორც ცისკარიშვილმა თქვა, ქართული ოცნების განცხადებები ნებისმიერ დონეზე არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მხოლოდ მაშინ იქნებოდა სარწმუნო, თუ პოლიტიკოსები ციხეში არ იქნებოდნენ. შეწყალების გადაწყვეტილებას მიესალმებიან პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებიც. თამარ კეკენაძის თქმით, მათთვის კიდევ უფრო მისასალმებელი იქნება, თუ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება. ეს არის ნებისმიერ ფასად ქართული ოცნების მცდელობა, შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი, რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს. ამას შვებიან ყველაფრის ფასად. ამასთანავე არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩაიფიქრა ქართულმა ოცნებამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ოპოზიცია, ნამდვილი ოპოზიცია. და მე მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის. მივმართოთ დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს. მიიღეთ ერთადერთი სწორი ქვეყნისთვის, არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო პრინციპულ არ თანამშრომლობის, არ შეგუების, არ დამორჩილების წინააღმდეგობის
ბრძოლას. მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმარის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია და რა თქმა უნდა, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები. აბსოლუტურად გაუგებარი აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილი, მაგრამ ოცნების მხრიდან მე ვირწმუნებდი იმ განცხადებას, რომ სადაც ისინი გულისხმობენ, რომ არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს, ჯერ ერთი ეს არანაირი არჩევნები არ არის და მეორეც ერთი ეს განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში. ჩვენთვის ეს შეწყალება ნამდვილად იყო მიულოდელი, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან გვიხარია და მისასალმებელია, რომ ბატონი ბადრი და ბატონი მამუკა არიან გარეთ. კიდევ უფრო მეტად გაგვიხარდება და მნიშვნელოვანი იქნება და მოვუწოდებთ ამას ქართული ოცნების რეჟიმს, რომ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი და გაათავისუფლონ ახალგაზრდები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან მხოლოდ იმიტომ, რომ იცავენ საკუთარი ევროპულ მომავალს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ქართული ოცნების რეჟიმის ქმედებების პოლიტიკური შეფასება, ისინი როცა უნდათ იჭერენ ადამიანებს, როცა უნდათ უშვებენ მას და აბრალებენ წარმოუდგენელ სისაძაგლეებს. ჩვენთვის მთავარია, რომ მუნიციპალური არჩევნების მეშვეობით გავაგრძელოთ აქტიური კამპანია, რათა მივწვდეთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჯერა რომ ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ცვლილება შესაძლებელია მშვიდობიანი გზით. ხაზარაძესა და ჯაფარიძე საპატიმროში ყოფნის ვადა თვითმმართველობის არჩევნების თარიღიდან 5 თვის შემდეგ 2026 წლის 23 თებერვალს ეწურებოდათ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ამ დრომდე საპატიმროში 6 პოლიტიკოსი: ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გივით არგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.